საფერავი ხიხვი მწვანე ოცხანური საფერე ავასირხვა კაპისტონი ჩხავერი და კაბერნე რქაწითელი ოჯარეში თავკვერი პინო გაჭიჭი ჩინური ხისი შავ კაპიტო მუჯურეთული და შარდონე თეთრა კუნძა ბუდეშური ლარჯულა გორულა ალექსანდრული უსახელური სოლიგორი გრახუნა კირცმაგარა გრდელტევანა ცელშავი და ამალახუ ციცკაჯანი ჭყაპა მაჯანაური ალაგასტური ალტესა შევეკითხე გამოლელსა ეს პატარა საქართველო როგორ იტევს სამადესა ცოტა მედროს თუ დაუთმობთ ლოცვას ცოტა მედროს თუ დაუთმობთ სულს ცოტა მედროს თუ დაუთმობთ შრომას ცოტა ნაკლებ დროს დაუთმობთ შურს ცოტა მეც თუ გაუღიმებთ ერთმანეთს მივესალმებით დაუთმობთ გზას ცოტა მედროს თუ დაუთმობთ მიწას ცოტა ნაკლებ დროს გავადათქართ მერე დავსხდეთ და ღვინოთ დავისხათ მისდევს სხვაც სხვილი ჯამითა ერთმანეთს ვეუბნებოდეთ ასე აივსე ჯანითა სამზეოზე გამოვიყენოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სოფელ კოლოტაურში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 450 მეტრს სიმაღლეზე, აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. აქ აღმოჩენილი უძველესი ნივთები მოწმობს, რომ სოფელი კოლოტაური ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია აჭარისწყლის ხეობაში. და გსურთ ჩვენი სოფლის ისტორია უფრო ფართო მასშტაბზე გავიდეს. მოგესალმებით ბატონო ნოდარ, როგორც უკვე იცით, ჩვენ მას კვლავ გაიმარჯვა პროექტში სახელწოდებით წარსულის გამოძახილი. გსურთ ჩვენი სოფლის ისტორია სამზეოზე გამოვიტანოთ და გვაინტერესებს, როდის დაერქვა ამ სოფელს ხოხნა და რასთან ასოცირდება შემდგომში სახელის ცვლილება. ისტორიულად ცნობილი არ არის ეს სოფელი როდის დაარსდა და როდის დაერქვა სოფელი ხოხნა. მთავარი არის ის, რომ შიდა წლების დაგროვების შედეგად ამ სოფელში წარმოქმნილა მეწყერი, რომელიც შემდეგ გაზრდილა და რამდენიმე ოჯახი ჩაუყოლიებია ამ მეწყერში. ამის გამო ესე იგი მეწყერი რადგან იყო და დასოცდა მიწა, სოცუასთან ხოხუასთან არის დაკავშირებული და ესე დაუქმებიათ ხოხნა. სახელის ცვლილება სოფელი კოლოტაური დარქმეულია კომუნისტების მმართველობის პერიოდში, როცა კოლმეურნეობები ჩამოყალიბდა. ეს სახელი წარმოიშვება სიტყვა კოლოტიდან,
რომელიც ყურძნის მტევანს ეწოდება, ძველად ასე ეძახდნენ. და კოლოტის ნაცვლად, ესე იგი კოლოტაურის დაერქვა. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, თითქოს ვიღაც რევოლუციონერის გვარია კოლოტაური და ამბობენ, რომ შეიძლება იმის გვარის გამო დაერქვა. ზუსტი ცნობები მაგას შესახებ არ აქვს. კარგი, მადლობა პასუხისათვის. გვსვენია, რომ საქართველოში ნაპოვნია უძველესი ნივთი. თუ შეგიძლიათ ვიამბობთ ამაში? ჩვენ სოფელში თავიდან გადიოდა საქარავნი გზა. სახელმწიფო გზა არ არსებობდა. და ეს გზა გადიოდა ერთ-ერთი ადგილია, სადაც ჭედლური ეწოდება. აქ ნაპოვნია სპილენძის დიდი ზოგი, რომელიც ჩაბარებულია მუზეუმში. და რადგან ეს ზოგი აქ ინახა, ესე იგი ალბათ სამჭედლოები იყო ამ ადგილებში და ჭედლური სიტყვა გამოდის სამჭედლოდან და ჭედლური დაერქვა ამისგან ამ ადგილს. ასევე აღმოჩენილია ჩვენ სოფელში ბრინჯაოს ცული, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 1600 წელს აღნიშნავენ. და ასევე აღმოჩენილია იაღდანი, რომელსაც ესე იგი ადამიანები მებრძოლები ხმარობდნენ, ქამარზე იყიდებოდა და შით იყო ჩადებული მალამო. ზოგ ადამიანი რომ დაიჭრებოდა, მალამოს ხმარობდნენ. ეს ყველა მამაკაც წელზე ხონდა გამოკრული და თან ატარებდა. ეს ორივე ნივთი პირადად მე მაქვს ჩაბარებული ქედის მუზეუმში. ჩვენ სოფელში ცხოვრობს 9 დასახელების გვარის მაცხოვრებლები. ყველაზე ბევრი არის ფარტენაძეები და დაახლოებით არის 30 ოჯახი. შემდეგ მოყვება მახარაძეები, 28 ოჯახი დაახლოებით. შემდეგ მოდის გოგუაძეები, 25 ოჯახია. არის სალაძეები, 12 ოჯახი, შაულიზეა 2 ოჯახი, კონცელიძე 2 ოჯახი და არის ერთი ფიძინიზე 1 ოჯახი. საერთო ჯამში 9 გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ. სოფლის შუა კუთხეში არის წმინდა ადგილი, რომელსაც ადგილობრივები ეძახიან ზიარეთს. და გსურს ამის შესახებ მეტი ინფორმაცია მივიღოთ და თუ გვიამბობთ ამის შესახებ ლეგენდას. სოფლის თავში შემაღლებულ ადგილას არის ძველი სასაფლაო. ამ ადგილს სოფლის მაცხოვრებლები ზიარეთს უწოდებენ. გადმოცემით ვიცით, რომ ამ ადგილზე დამარხულია მებრძოლი ადამიანი, რომელიც აღიარებულია სოფელში წმინდანად. ამ ადგილზე ზამთრობით თოვლი არ ჩერდება. ესეთი ადგილია. და მოსახლეობას მიღებული აქვს, რომ რადგან აქ წმინდანია დამარხული, მისი იმ ადგილზე მისვლა და ლოცვა ადამიანს დაეხმარება განკურნებაში ან უშვილო ადამიანებს შვილის შეძენაში. ამიტომ დღეობითაც აქ მოდის ხალხი სხვა სოფლებიდან, ამ ადგილას წვევიან, იძინებენ, ლოცულობენ და მიდიან და კმაყოფილი მიდიან. ჩანს რომ რაღაც მართლა სასარგებლო არის. ნოდა რომ გვიამბობთ სოფლის ისტორიული ადგილების შესახებ. ჩვენ სოფელში ერთ ადგილს ჯვარქეთს იქვია. ამ ადგილას ველად ყოფილა პატარა ციხე-სიმაგრე, რომლიდანაც ტრის შემოსევას ცავდა დამცველი, სოფლის დამცველები ცავდნენ ტრის შემოსევას. ამ ადგილზე გათხრების შედეგად ნახულია რაღაც სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ჩაბარებულია მუზეუმში და ამ ადგილას აღიმართა ჯვარი, რადგან ჯვარქედი უწოდეს. ასევე არის სოფლის ერთ-ერთ შემაღლებულ ადგილზე სამი კუთხიდან მიუვალი ადგილი, სადაც დღესაც მოსახლეობა საყდარს უწოდებს. ამ ადგილას ძველად ყოფილა აშენებული ქრისტიანული
ქრისტიანობის პერიოდში ეკლესია, რომელიც შემდეგ თურქების ბატონობის დროს დაუნგრევიათ და მისი თლილი ქვებიდან აუშენებიათ მუსლიმანური სამლოცველო ჯამე. ამჟამად სოფლის ახალგაზრდობის სრულვილი არის, რომ ისევ ეკლესია აშენდეს. რაიონის ხელმძღვანელობა დაგვეხმარება. ბატონო ნოდარ, რამდენად ვიყვება სოფლის მოსახლეობა ვაზის კულტურას? ამჟამად სოფლის მოსახლეობა ვენახის კულტურა გაშენებულია ქონ დაბლარი ჯიშის. ხოლო ძველად დაბლარი ჯიშის ვენახი რომ არ იყო, მაღლა ხეზე მისემული ჰქონდათ ჩხავერი, მიკრინჩი, ხოფათური, ლივანური, ასეთი ყურძნის შიშები იყო და ამას ფაქტი მოწმობს, რომ სოფელში აღმოჩენილია მრავალი ჭური, რომ მოსახლეობა მიყვებოდა მეღვინეობას. ამჟამად მეც გაშენებული მაქვს დაბლარი ჯიშის სოლიკაური და ჩხავერი, რომელსაც ვიყენებ ოჯახში და ზედმეტ ვყიდი ბაზარზე. ან ვაბარებ ღვინის საწარმოებს. კარგი, მადლობა ბატონო და საინტერესო პასუხისათვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. მადლობა დიდი თქვენს. ორი მეჩეთის შესახებ გავესაუბრებით მურს მამუკა მახარაძეს. მომწამდი. როგორც უკვე იცით, ჩვენმა სკოლამ გაიმარჯვა პროექტში სახელწოდებით წარსულის გამოძახილი. სურს ჩვენი სოფლის ისტორია სამზეოზე გამოვიტანოთ და ხალხს უფრო მეტად გავაცნოთ. ამრიგად გადავწყვიტეთ მეჩეთის ისტორია მეტად გავიცნოთ და ეს ინფორმაცია მივაწოდოთ მომავალ თაობებს. მოგესალმებით, მეც მადლობას მოგაცნებთ მობრძანებისთვის, რომ მოგვეცით შესაძლებლობა ჩვენი ულამაზესი მეჩეთი გავაცნოთ საზოგადოებას. როდის დაარსდა მეჩეთი? მეჩეთი აშენდა 1899 წელს ადგილობრივი მორწმუნეების მიერ. მაშინდელ რთულ პერიოდში ასეთი ძვირფასი მეჩეთის აშენება მიუთითებს ჩვენი წინაპრების რწმენის სიმტკიცეზე და მათ ისლამისადმი უსაზღრო სიყვარულზე. მაშინ ფუნქციონირებდა როგორც სამლოცველო, ასევე მეჩეთის გვერდით მედრესე, ანუ სასწავლებელი, სადაც ბავშვებს რწმენის საკითხებს ასწავლიდნენ. შემდგომ უკვე კომუნისტების პერიოდში მეჩეთი დაიხურა, როგორც სხვა ყველა სამლოცველოში ჩვენს მეჩეთში შეწყდა ღვთისმსახურება და იმ პერიოდში გამოიყენებოდა საწყობად. შემდგომ ბოლო პერიოდში უკვე იყო მეჩეთში სოფლის მაღაზია. ამის შემდეგ 90-იანებში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეჩეთში ისევ ადგილობრივების წყალობით აღდგა ღვთისმსახურება, ჩაუტარეს მეჩეთის რემონტი, ჩატარდა რესტავრაცია, არჩეული იქნა მეჩეთის წინამძღოლი, იმამი და განახლდა ღვთისმსახურება. იმის შემდგომ დღევანდელ დღემდე მეჩეთი ფუნქციონირებს, ტარდება ღვთისმსახურებები, დავდივართ როგორც პარასკევობით, ასევე სადღესასწაულო დღეებზე, რამადან ბაირამზე, ყურბან ბაირამზე და მთელი სოფელი ერთად აღვასრულებთ ლოცვებს უზენაესი ღმერთისთვის. რა დანიშნულება აქვს მინარეთს? მინარეთი მლოცველებს რომ მოუწოდეთ ლოცვისაკენ და ასევე მეჩეთი რომ განვასხვაოთ სხვა შენობა ნაგებობებისგან. რას გვეტყვით მეჩეთის ორნამენტებს? ფურთმები შესრულებულია მოწვეული ლაზი ოსტატების მიერ, რომელიც ალამაზებს ჩვენს მეჩეთს. და მამუკა, რამდენად არის დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობა? ესება რა თქმა უნდა ძალიან დიდია. ბრევლის თითქმის უმრავლესობა არიან ახალგაზრდები, ასევე საფულობით ვასწავლით ბავშვებსაც და ყავს მოსწავლეებიც. ყოველწლიურად თითქმის და ყოველ პარასკევს მატულობს მრევლი, რაც სასიხარულოა. უმეტესი მადლობა ბატონო მამუკა, რომ დაგვთანხმდით და სოფლის ისტორია, ჩვენი მეჩეთის ისტორია სამზეოზე გამოვიტანეთ. ძალიან მიხარია, რომ აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. მადლობა თქვენს მობრძანებისთვის, მინდა წარმატებები გესურვოთ ყოველივე თქვენს საქმიანობაში. და უნდა ვინახულოთ სოფლის უხუცესი მკვიდრი გურია გურგენიძე, რომელიც არის 95 წლის. რომ გითხრათ თქვენი სახელი, გვარი და ასაკი. გურგენიძე ჰურია. და რამდენი წლის წოდებით? 94. რაიმე ძველი ისტორიას ხომ არ გაიხსენებით? ისტორია ჩვენი თუთუნი და ჩაიქო. და ჩაშიც ვიყავ, თუთუნშიც ვიყავ.
და ვასრულებით გეგმებს. ყველანაირად ვასრულებდი. თვითონის გეგმას მქონდა. შევასრულებდი სტახანოველი ვიყავ მუშაობაში. წლებანობა დიდი მქონდა, მაგრამ ხალხი ვაჩხოკიებდი გო, აი უწერავსო კაციო და იმაზე მეჩხუბებოდნენ. მაგრამ ტყულა 1 კილოს ადევწეებდი, 9 კილოსო ყოფილიყო, ისიც განაწილებ ხარ გრამებით და ჩემ კაცს ვეტყოდი, ადმაწერობდი. ამინდა სხესი და დათმინდა. ისიც მწვალობს სიტყვაზე და ისიც შრომობს, ხო? აშუძლია იმაზე მეტი და ვეგააკეთა სიტყვაზე კილოულობაში ბევრი და მე გავაკეთე ბევრი. რამდენი წლის ამ შექმენით ოჯახი? წლივანობა ბევრი მქონდა. 34 წლის გავთხოვდი, ავთხოვდი, დაუდედი მეცხი და ავთხოვდი. მაგრამ ამ ბიძას რამე ვერ მივახდი. არ ეთხოვები, რაზე არ ეთხოვებიოდი მიყლიპა თვალები და სილეც ასე მიკეთა. ამ სიჩოუმიყვანა აქ. ხოდა? დემემუკრა. დაუბედიები და ამიტომ მეთქი უთხრა სხვანაირი ზოი რამე ამაკ მე მეთქი და ათი რამდენი წლის გასწავლე? მე მრე მანაც დაიწყო ტილი და მეცვიდე თან ვიტირე ამ სიტყვაზე. და მე მრე დემენება. თქვენი მეუღლე რამდენი წლის იყო? იბაძაი 25 წლისა. იბაძაი. რამდენი შვილი გყავთ? შვილი 7 წლოვანი ერთი მიყიდა და 6 სახეზე. აუდა ერთი მომიკიდა და და ახლა თუ შეგიძლიათ რაიმე საქმიანობა? საქმე ბატონს საქმე ხო? აქ მიყვიან და მიყვიან, ნუ მოხვალ. აბა წამოუდენ და მეც და ჩამველი და აქედან დაიჭრა მართლა. ჰა, თქვი, აჩამოვა. აგინდებიან ჩემი თავი. აჩამოვა ხაი. დევჭე აქედან ნაწევეითვა. იქით მათთან მაინტერესებს, ადრე ერთად მუშაობდით, სამეზობლო გადიოდით, თუ უფრო სხვანაირად იყო საქმე? ერთადაც მუშაობდით, ცალკეც მუშაობდით. ერთადაც ჩაიში ერთად ვიყავით და თვითონი ჩვენ ისე ვქონდა. ყველას მისი ადგილი. და ჩაიში ერთად ევრანი ვიყავით. ანუ ადრე თუ მოგყავდათ ისეთი რაღაცები, საბაზროთან გაგეტანათ? კი, ათობას გვერდი და ვიდევდი. აი, ხილს ყურებდი და ვიდევდი. მე უკრებდინენი, მე კაცი ვინმე არ იყო ოჯახში. მოსაურიანი ადგილი იყო როგორ ჩანს? ო, აბა, ხუმრები მქონდა, კიდევ ამაზე. ხუმრები მქონდა, იგი უწინ საბაზრო ბევრი მქონდა. ძალიან მოდიოდა, ყველაფერი მოდიოდა ჰანდაწნევ. ტრანსპორტირების ამბავი როგორ იყო, რომ წაგეღოთ ბაზარში? ჯაღაბას რა უნდა და მოვკიდებდი ჯურქში დოსტა. და მოვიწევდოდი ადიღო მანქანა და მანქანა. ახლა საუბზე რას ფეთქით? ანუ ადრე უფრო მეტი მისლა-მოსლა იყო, ახლა შეიცვალა ყველაფერი, ხო? ახლა რა გო უწინ მისლა-მოსლა ქონდა იმ ფეიომე იყო მუშაობანი, მაგრამ წასლა-მოსლა. ახლა მარტო ტელეფონებია, ხო და მაგალაპაიდებია. მასია. მაგრამ კიდევ გაია, საზღვარი გარეთ ინახავ ხალხს, იგივე გავენ. ისე მაგაში კაიმა მე ვერ მივეჭი. ახლა ესო დღიდან საღამოდი ხელში ეკავოს. მე არა ინტერესი. მაგ ჯობია ხომ ტელეფონს. მოსული კაიაგო შეინახავ. ილაპაიკებთა. სტუმარი მიყვას მე. ძღველი სტუმარი ყავს. ესე 95 წლის ასაკში რომ ხართ, ანუ როგორია თქვენი ისა, რა ქვია, ჯანმრთელობის მდგომარეობა? ჯანმრთელობა ახლა შოობაში მოტეხილი ვარ თუ აი ხო კაი ვიქნებით. შოობაში. და საერთოდ ახალ ადამიანებს რომ ანუ 95 წელი ასე კარგად ხართ, რა არის თავარი ცხოვრების წესი? ვეხედავ კიდევ მუშაობ. და თავარი რა არის რომ ასე კარგად ხარ? კარგად გამოიყურები. ой, მე მოკლული ვიყავ მუშაობაში, მაგრამ ჯანმრთელი ვიყავ. წევღებდით ჩაიში საჭმელს და ვიდებოდით ქალები ახლა მოუკლობდით ასე. სკლაფიც, მე ნელი ვიყავ ჭამაში.
ყველა ამასტრობდა. მაგალითად ბაირამს ან სხვა დღესასწაულებს თუ აღნიშნავთ კიდევ? რამაზან ბაირამს. ახლაც ნიშნენ, მაგრამ უწინო ნიშნებდი იმდენზე. უფრო მეტი ხალხი იყო, ხო? აბა. ტევადმა. ანუ ახლა უფრო მეტი მაღაზიებია, ყველაფერი განვითარებული და მაშინ რა ხდებოდა მაღაზიების მხრივ? იყო, ყველაფერი. შემგონი არის. სოფელში თუ გქონდა ფული არის, თუ არა? სამკაულები გიყვართ როგორ ჩანს? ესენი ეს ჩემმა ბადიშმა დამაბადა და მაკაბრად დამაბა. ბებიასაც უყვარს მას. ეს ჩემია. სათვალე ახლავს თუ არა? აქ ახლავს. ორი. და რას ნიშნავს ეგ სათვალე ადრეღაც? სხვადასხვა ერთვა ქონდა, ხო? ეს რას ნიშნავსნენი და თვალი რომ ვინმე შეგხდეს. გასკდება შენ თვალი აგეცემა. მართლა მასე. ო, აბა? ადრე უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა, ახლა ვინმე აღარ აქცევს მაგნაირ რაღაცეებს. და ადრინდელია ესე, დიდი ხნის შეგმული მაგვები. რა მაინტერესებს, რამეს თუ ქსოვდით ან კარგავდით? გაქვთ რამენიგენი? ჯემპრიებს ქსოვდი, ჯემპრიებსო, ერთი ჯემპრება სეტკით ქლატაკ, სეტკა ხომიცი? ხო. იმფერი და იმდეხამ ქონდა, რომ რა ვიცი. ვითელ ფეზე იყო ძაფი, ერთ ფეზე მოუხს. ისე ნაინაირიც მოუხსები, მაგრამ ნაინაირების, მაგრამ ერთ ფეზე მოუხსვის მეტი ვიყავდა. ამ გოდოსდა რომ ჩამომიღო და მანქანამ წევდა ერთი კაცი იყო და იმას უთხრა აგე ჩემი დაი ესე უთხრა და გაამშრა ჩამოაღები ედაშვილეს უთხრა და აი მანქანა გავგუშვი ჩემი დაც გუშვი ამას გავაყოლე და შოფერი მიველი და ამ ქუსლიანები მაცვია ჟამშები მებრალება ახლა, ჩემი ძმის შეკეილია. მებრალება რა ვქნა. ამ მანქანამ წევდა და მივედი და დუჯიბდი. და იმას უთხრა, სამხედროს უთხრა მე მილიციას. ახლა მომდე უთხრა. მომდე ხელი გოდოზე უთხრა, რას გიზამდი ინახე უთხრა. ვერ მომდვა. გოდოს ვერ მომდვა ხელი. დემკრეგო. გაუდელდი. ხო და მივედი შუჯექი ამ გოდოს და ერთი ორი და მესამე წამოვჭიეს გოდო დავდექი. ავდექი მე ტოფლები მებრალება ქუსლი ამოვდეხო და მამლებზე აკო. აფე. ამანქანამ წევდა ზათი და რა ვეია უთხრა. თქვენ და გეჭამეს ეს ხალი უთხრა. ამეიღეთი უთხრა და ჭამე. აფე იქნები უთხრა. რომ გოდოზე ხელი მიედვა ლავაში და შოუმეტრა მილიციას. ფურიებებო, ადრე წამს უკრებდი. აბა უკრებდი. წაბლი კაკალია ასეთი რაღაცები. იგო. გაყიდვადი იყო? აბა, გაყიდვადი. ხასი ქონდან. ო. ახლაც არის, მაგრამ იმდენად აღარ დადიეს ვინმე საკრეფად. ახლა მე ამიშვებენ თუ აპატპაწას აუკრებდა. ერთად წევეთ მე დაშინა. მომავში წევდი. გადმომიარე მაშინ წევლაი. წევდეთ. ხო. გადმომიარე ვინმეც აწამოვდეს. აგიამყავს. ამაზე შინიან გაგოვდები და რა გამაგოვე. ფურიებებო, ლოცულობდით, ხო? ხო, აბა. ქანი ოჯახიც მუსლიმანურ სარწმუნოებას მიდევდა, ხო? აბა. უელაუ ეხე, ალლა უსხემედ, ლემილე, გულემიეკულე, კუკურე ეხე. ამენ თობილაი ბერაკატუ სელამუ ალეინა ვეყელა, ყება დილაი სალი. აბა ფურიებებო, რომ დაგთანხმდით და დრო დაგვითმეთ, ძველი ისტორიების შესახებ ინფორმაცია გვიამბე და სამნიშნა იუბილეც მალე აგვეცნიშნოს. ამინ იყოს. მეც მინდა მე ამინდა წასლანენი. ვიყო მეთქი მინდა მაგ სალიშვია მაგ. შენ მაგარი ხარ, თხან სიცოცხლებ კიდევ. მოგესალმებით, თქვენი სახელი რომ გითხრათ.
თქვენი სახელი ნას გვარი კაჯაია რა კიდო კაჯაია რამდენი წელი გზანდებით რამდენი წლისა ვარ 80-ში შევაბიჯე ფეხი კარგია 80-ში საგდე იხადე ანუ რამდენი წელი აქვსოთ რა ხადია უქსო რა ვიცი მე ახლობიდან ვქსოვდი თუ კარგავთ რაიმეს კარგვით კარგავთ ვერ მივხვდი ხოლმე რაიმეს კარგავთ კარგავ თუ გლადებს ვაგეთებ გლადის კარგვა იცი ყვავილები და იმდებარა არა ახლა გაქვთ რაიმე შემონახული ძველი ნიმუშები ვერ ნახე ვეძებე და ვერ ნახე რა ვიცი აწევდე სიბერემდე ზოგი დავწვიდა იმიტომ მუშაობაში ქედაშიც მუშაობდი სად მუშაობდით ქედაში ბანკშიც მუშაობდი შემნახվარ სალაროშიც მუშაობდი და შემდეგ გადმოვედი აქით ბიბლიოთეკაში მუშაობდი 33 წელი დიდი დასაკია დიდი დასაკია 33 წელი 33 წელი მაქვს მუშავე შემდეგ პენსია ევიღე და სახლში დიასახლის სხვა რა სიტყვით მოსავლიანი ადგილი თუ არის როგორ მოგწონთ გოლოდაური მოსავალი თუ იმუშავება არ მოდის თამბაქო მოყავდათ ხო როგორც ვიცი თამბაქოც მომყავდა ჩაიშიც ვიყავი სამუშაოზეც ვიყავი როგორი ურთიერთობა გაქვთ სამეზობლოში გადადიხარ ძალიან და ხო იწერება ხო ბატონო ჟურა თქვენ რას გვეტყვით რას გვეტყვით როცა პატარა ვიყავი ქალაქში ვცხოვრობდი ჩემი ძმის ერთად და თორე ფართონ განუიებდნენ იმით უყურებდი გამოწვევდი მერე სკოლამდე ვწევი ახლანდ სწავლას რა უნდა მანქანა მოგაკითხავს მანქანაც გიყვანს მოგიყვანს ჩვენ მაშინ ფეხით დავდიოდით ვაიოში კაი მასწავლებლები ყავდა კარგა გვასწავლდნენ რაცხა გვასწავლეს ყველაფერი ვიცი მერე იქიდან რომ ვეღარ შევძელ სიარული კოლმეონიობაში შევეწერე ჩაიც მქონდა თუთუნიც მქონდა აქტივი ვიყავი ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ ახლა ყველაფერი თავისუფალია ჩაის ტარასები და ისინი რომ შევხედე შემებრალა რომ ისე ლამაზად ტარასები მქონდა გახუჭვილი გაკეთებული ახლა რაღაც ნახო რამე გასაყიდი თუ მოგყავდათ გასაყიდი ბაზარში აქ რომ ჩამოვედი ბაზარი მებრედე ვსწავლე და კაკავს ვკვრებდი და ხალხატონან ნაზი თქვენს დროს სწავლება რამდენი წლიანი იყო სკოლებში 11 კლასი დავამთავრე 12 არის 11 კლასი გამოცდები იყო დროს მერიში რამდენჯერ ფეხითაც ჩამოსული ვარ გამოცდები იყო თქვენს დროს ბოლოს ესე იგი მე-11 კლასში და მე-7 კლასში ორცვაში დავამთავრე და მაშინაც გამოცდები როგორც ვიცი თქვენ დროს წიგნები ძნელად საშუალო იყო ახლა ყველაფერი გვაქვს წიგნები ძალიან ძნელი საშუალო იყო ხო ფულით შოულობდით ახლა უფასოა ხო ხალხატონო ნაზი ოჯახი როდი შექმნით რა ასაკში იყავით 1968 წელში შეიქმნა 23 წელსა ვიყავ სად გაიცანით თქვენი მეუღლე ქედაში გერაცლავე ხო მუშაობდით მანაც შუყმანა მე-საათი იყო და მე მუშაობდი ქედაში და იქ გავიცანით ერთმანეთი ჩუჩუჭა თვალები ნაიდი რამდენი შვილი გყავს ახლა ახლა 10 შვილი მიყავს ხო სამი ერთი საზღვაო დაამთავრა მეორეც საზღვაოს ამთავრებს ბადიში მესამეც საზღვაოს ამთავრებს გოგოში იგი ბადიში უმაღლესი დაამთავრა მათემატიკური და კიდე რა სწავლობს ხო მათემატიკაზეა მაგისტრატურას ხო მაგისტრატურას სწავლობს კიდე მეორე კურსი ახლა წელს დაამთავრებს მაგასაც თქვენ ახლა შეგიძლიათ თუ არა მუშაობა სადა
მაგალითად ყანაში ან რაიმე. სადილს აკეთებს, ვახშამს აკეთებს. აბა ცოტა სუშაო, კი. ვერც იღებს. უფრო დიასახლისი ვარ გენაცმა. ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემები ხომ არ გაქვთ? რაცადი? ჯანმრთელობის მხრივ. აბა. სმენა დამკარგე. ხო, სმენა ახლა ის მაგჭა, ბარათი ჩატებული მაგ და ინტეგრალობა. ჯანმრთელობა ნახევარია. ადრე ძველ დროში მაღაზია გქონდა თუ არა სოფელში? არა. ახლა გვაქვს სოფელში მაღაზია და თქვენ ხართ გამყიდველი როგორც ვიცი. როგორ მოგწონთ? ძალიან კარგად, ვემსახურები როგორც საჭიროა ისე ხალხს. მოსახლეობას. ხო და ფასები როგორც ბათუმშია ინტეგრალური ფასები მაქვს მეც. ძალიან კარგი. ქალბატონო შურა, თქვენ რას გვატყოდით? თქვენ რამდენი შვილი გყავთ? 7 შვილი მყავს. 3 შვილი მყავს. 7 შვილი მყავს. 4 დასაქორწინებელი მყავს. შვილთა შვილიც გყავს როგორც მე ვიცი 2, ხო? ხო. ბარბარე და კესანი. ბარბარე და კესანი გყავს. რამადან ბაირამზე და სხვა დღესასწაულებზე. ადრე მე როგორც ბიბლიოთეკარი დღესასწაულებს საერთოდ ღონისძიებებს ვატარებდი. ყველანაირ ღონისძიებებს და ათეიზმი ახლა რელიგია ეს მუსლიმანური რელიგიას ძალიან ერჩოდა კომუნისტობა. არ მოწონდა რაღაცნაირად, რა ვიცი და გამოფენებიც ჰქონდა მაგაზე. მაგრამ მაი ნამდვილად დამნაშავე იყო იგი კომუნისტური პარტია, იმიტომ რომ ახლანდელი იგიც რელიგია ქრისტიანობის და იგიც ემსახურება საერთოდ რელიგიას, ღმერთს და არ შეეძლო რომ ეთქვა, არ შეიძლება და ამდრამე. ისიც ემსახურებოდა და ჩვენც ვემსახურებოდით გამჩერდებს. ქედაობის ღონისძიებაზე თუ ღებულობდით მონაწილეობას? მონაწილეობას ვღებულობდი 1 მაისი ერთად ვღებულობდით და გამოფენები გქონდა, ყველანაირი გამოფენა მქონდა, ნაქარგებიც მქონდა, ყველანაირი კერძი მქონდა. ხო და ეს იყო ერთობლივი ღონისძიება ქედაობის. დანიელა სალაძე, დანიელა აფიფინებდა ასე, რას თხას გეიტანდი, მისი მოწონებული იყო და ერთ ამბავში. მადლობა ქალბატონო ნაზი და ქალბატონო შურა, რომ დრო დაგვითმეთ და დრო გამონახეთ ჩვენთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. თქვენც კარგად ბრძანდებოდეთ. Спасибо большое. წარმატება და წინსვლა. ყველანაირ საქმეში. მადლობა. ოჯახი გოხარ და ნახოთ ყველაფერი კარგად ჩაგეტარებიო. მადლობა. საფერავი ხიხვი მწვანე ოცხანური საფერე ავასირხვა კაპისტონი ჩხავერი და კაბერნე რქაწითელი ოჯალეში თავგვერი პინო გაჭიჭი